მოგესალმები დიანა. ცხადის თვალსაზრისით თუ სიცხადეში გულისხმობთ იმას, ვინ შეიძლება იყოს მომავალი პატრიარქი, ალბათ ბევრად უფრო მკაფიო გახდა ეს ყველაფერი და ნაკლებად შესაძლებელია რაღაცა მონაცემები არსებითად შეიცვალოს. ესე თქვა საბაზისო მოცემულობა, ეს ერთგვარი რეფერენდუმი იყო უფრო დღეს, ვიდრე პატრიარქობის კანდიდატების გამორჩევა, უფრო რეფერენდუმი იყო ერთგვარი ბრჭყალებში რეფერენდუმი მიტროპოლიტ შიოსთან მიმართებაში, რომ ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოსახდრის ფუნქციას ასრულებდა და ზოგიერთ შემთხვევაში პატრიარქის ფუნქციასაც კი გარკვეული მიმართულებებით შეინარჩუნებდა თუ არა ძალაუფლებას სინოდში და ეს კარგად ჩანს. მით უმეტეს, რომ ამ პროცესში ძალიან მკაფიო არის სახელმწიფოს ხელისუფლების პოზიციაც, ამას ჩვენ ხედავთ საკმაოდ ღია და ასე ვთქვათ, გარე კამპანიებით და ეს სტატუს-კვო განისაზღვრა. ანუ ორ კანდიდატზე მეტად და სხვებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ვის გამოირჩევდნენ, უფრო არსებითი საკითხი ეს იყო და ამ მხრივ კი ბატონო, ბევრად უფრო მკაფიო გამოჩნდა და ძალიან ნაკლები შეიძლება ანუ სურათი შეიძლება თუ არა შეიცვალოს, მაგალითად წინასტუმარი ვარაუდობდა რომ შესაძლოა დაემატოს კიდეც ხმები, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეიძლება ეს არის მინიმალური რაც მას სჭირდება, მაგრამ მაინც ძლევამოსილად ჩანს სხვა კანდიდატების ხმების ფონზე. თუმცა საბოლოოდ მაინც თუ გადავთვლით 20 მისი ხმა არის, დანარჩენი შეიძლება თუ არა მივითვალოთ მის წინააღმდეგ ხმებად, ანუ იქედან მას დამატების რესურსი აქვს თუ არა, ამას როგორ ხედავთ? იცით რა არის საქმე, მე მღვდელმთავრების ნაწილთან მქონდა გარკვეული კომუნიკაცია ბუნებრივია მის განმავლობაში და აი ეს დამოკიდებულება არ გააჩნიათ მაინც და მაინც ასე ვთქვათ რაღაცის წინააღმდეგ, რომ ამით აჩვენონ რომ მღვდელმთავრების თითქმის ნახევარი მის წინააღმდეგ არის. ხმების მიხედვით შეიძლება ეს დაახლოებით ასე ჩანს, მაგრამ განწყობები ზოგადად ასეთი, რამდენადაც მე ვიცი, სინოდში არ არის, რომ აი ეს თქვათ რაღაცა შიოს წინააღმდეგ არის, ან ამითი შიომ ძალაუფლება შექმნა. ძალაუფლების მიტროპოლიტი შიოს აი ამ ხმების და ძალაუფლების ფაქტორები შეიძლება იყოს არაერთი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ვინც ხმა მისცა მას არსებითად ბუნებრივად დაემორჩილება მის, ასე ვთქვათ, ზემდგომობას. ეს ასე არ არის. აი ეს ყველაფერი უფრო სხვანაირად მოხერხდება, ალბათ დრო აჩვენებს ამას, რომ სხვანაირად გადანაწილდება ამ ტიპის ძალაუფლება ცოტა ახლანდელი მომავალი პატრიარქის შემთხვევაში ასე მარტივად ვერ იქნება. ამიტომ ეს მაინც აჩვენებს იმას, რომ მოხერხდა მიტროპოლიტი შიოსათვის ამ ხმების ორგანიზება. ეს არის ცალსახა. დანარჩენ შემთხვევაში მართლაც შეიძლება ახლა ვინც ვთქვათ აქამდე სხვა კანდიდატებს მისცა ხმა, მათ მისცენ ხმა მიტროპოლიტ შიოს აქ ბევრი რამე მოქმედებს, მათ შორის გამარჯვებულის პერსპექტივის ფაქტორი, რომ მღვდელმთავრების რაღაც ნაწილმა საბოლოო კენჭისყრაში აღარ გაიხადონ სათოუთ საქმე და თითქმის გადაწყვეტილი კანდიდატის სასარგებლოდ გაუშვან, რომ რაღაცა საკუთარი კეთილდღეობაც და საკუთარი კაპიტალის, ასე ვთქვათ, ამითი დაიცვან. ესეც შეიძლება თავისუფლად მოხდეს და ამიტომ შეიძლება ხმების რაოდენობა მართლაც მეტი მიიღოს. მაგრამ უშუალოდ მართვის პროცესში ეს ასე მარტივად ვერ იქნება. ეს ხმები არ გულისხმობს იმას, 25 ხმაც რომ მიიღოს, ვთქვათ, მიტროპოლიტმა შიომ მომავალ კენჭისყრაზე, რომ პროცესები ასე მარტივად აეწყობა ასე ვთქვათ იმაში სინოდში გადაწყვეტილებების კუთხით. აქან უნდა წავიდეს ორი ასპექტი, აქან უნდა წავიდეს თანამშრომლობის და უფრო დემოკრატიული მართვის მოდელის, თორე ეს სიტყვა უხერხულად შეიძლება ჟღერდეს საეკლესიო მართლობაში, მაგრამ უფრო ძმობაზე თუ სულიერ ძმობაზე ორიენტირებული რაღაცა უფლებიანობა, უფლებების სივრცე, ანუ პატრიარქმა რაღაც უფლებების სივრცე უნდა დათმოს, იმიტომ რომ ის აღარ არის ილია მეორე, ან მეორე ასპექტი შეიძლება იყოს ძალაუფლების მოხვეჭის პროცესი მომავალი პატრიარქისგან, რომლის დროსაც იქ გარკვეული მღვდელმთავრების წინააღმდეგ შეიძლება ძალიან მძიმე წავიდეს პროცესი, იმიტომ რომ ეს ზედმეტი ადამიანები მოიშოროს. გააჩნია ეს ყველაფერი, როგორ
წავა და ძალაუფლების ის მთავარი ფაქტორი აქ შეოზემედა. ანუ სინოდი იქნება ქმედითი, მოქმედი, ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ ნელ-ნელა დაიწყება ძალაუფლების მოკრება, ასე ვთქვათ, ახალი ეპისკოპოსების შემოყვანით ან ასე შემდეგ. ამას გულისხმობთ, ხომ? დაახლოებით არა მარტო ახალი ეპისკოპოსების, არამედ არსებული ეპისკოპოსების მიმართ მომავალი პატრიარქის დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ჩვენ აქ მიტროპოლიტიშიო ნამდვილად როგორც პატრიარქიც ესე ცალსახ განყენებული ძალაუფლების სათავე და არ უნდა წარმოვიდგინოთ, ის წარმოადგენს დღევანდელი, ვთქვათ, მმართველის საყრდენი გაჩნდება საეკლესიო ძალაუფლების სახით. ამიტომ მიტროპოლიტიშიოს გაპატრიარქების შემთხვევაში მინიმუმ ლაპარაკი იმაზე, რომ ორი თითქმის სრულფასოვანი ძალაუფლება საეკლესიო და საერო ძალაუფლება ეჯახება ერთმანეთს, ეს აღარ იქნება. ამ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ის ბევრად უფრო მეტად დაემორჩილება ტოტალიტარი მმართველის ძალაუფლების სივრცეს. ამიტომ ამ პროცესით შედგება ერთი სრულფასოვანი ძალაუფლება ივანიშვილის მმართველობის სახით, სადაც ეკლესია უკვე ბევრად უფრო მეტად აღმოჩნდება დაქვემდებარებული ძალაუფლების რეჟიმში. ამიტომაც მას ადმინისტრაციული ფუნქცია უფრო ექნება ამ მომავალ პატრიარქს ასეთი განვითარების შემთხვევაში და მას მოუწევს უკვე ზედმეტი თავისუფალი თავების მოშორება ამ ლოგიკის ფარგლებში. ან ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ბევრად უფრო ხილად თანამშრომლობითი პოლიტიკის ჩარჩოში. მე რომ არ მოგავთხოვოთ თანამშრომლობითი პოლიტიკის დიდ პერსპექტივას და პარტნიორული თანამშრომლობის დიდ პერსპექტივას ვერ ხედავ, მაგრამ თეორიულ დონეზე ეს შეგვიძლია ასეც ვივარაუდოთ. კი ბატონო, არჩილ, მოკლედ დაველოდოთ მაინც გაფართოებულ კრებას, იქ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც თქვენ თქვით და პრინციპში სურათი არის მკაფიო. თქვენ ახსენეთ ასევე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რესურსი. ეს შეიძლება თუ არა იყოს ერთის მხრივ კარგი იმ გაგებით, რომ მაგალითად აი ამ კომუნიკაციის პროცესში ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად მოსაყდრეს ქონდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან პატიმრების თემაზე, მათივე განცხადებებით, მისი პატრიარქობის შემთხვევაში, როცა კეთილგანწყობილ რეჟიმში არიან ერთმანეთთან, მის სიტყვას მაგალითად ექნება თუ არა მეტი მოჭიდება ხელისუფლების ფლანგზე, თუ ეს პირიქით რაღაც მოადუნებს მათ ურთიერთობაში რაღაც ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. ცოტა რთულად დავსვი, მაგრამ მე მგონი მიმიხვდით რა კითხეთ. საკმაოდ კარგად და ნათლად დასვი შეკითხვა. ამ შემთხვევაში მე ასე არ განვიხილავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ საეკლესიო ძალაუფლების კონცენტრაცია შემცირდება, ხოლო საერო მმართველობის ძალაუფლების კონცენტრაცია გაიზრდება. მედიაციური ფუნქცია მას ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდა, ვინც კი ნაყოფილიყო პატრიარქი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეკლესიას ზოგადად ადამიანებთან მერთებაში მედიაციური ფუნქცია გააჩნია ძალაუფლებასთან ასე ვთქვათ, ურთიერთობის სახით. ამიტომ პატიმრები იქნება თუ სხვა დანარჩენი სოციალური მდგენელები, ეს მას ისედაც შეუძლია. ქონდა, აქვს და სავარაუდოდ კიდეც ექნება. კი ბატონო. ამ ხრივ ის ამ ფუნქციას შეინარჩუნებს ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ თუ კი არ იქნება საეკლესიო ძალაუფლება როგორც დამოუკიდებელი წყარო ძალაუფლების და გვექნება მხოლოდ ტოტალიტარი სრულფასოვანი ძალაუფლება პრაქტიკულად კონკურენციის გარეშე, ამ შემთხვევაში თავისთავად უნდა ველოდოთ იმას, რომ ახალი პატრიარქის პირობებში ის არც დააყენებს საკითხებს, რომელიც ტოტალიტარი მმართველისთვის მიუღებელი იქნება. ის არ შეიმჩნევს საკითხებს, რომელიც მისთვის მიუღებელი იქნება, ის არ გააკეთებს კომენტარებს იმ თემებზე, რომელიც ასე ვთქვათ, მმართველი ტოტალიტარისტის მიუღებელი იქნება. ინიციატივებიც იქნება ჰარმონიზაციაში რეალურ ძალაუფლებას. კი ბატონო,